გამარჯობა, YouTube არხი კიბენი წარმოგიდგენთ გადაცემას პოლისემია. პოლისემია ეძღვნება ლიტერატურას და ლიტერატურულ ინტერპრეტაციებს, თუმცა არ არსებობს ლიტერატურა ენის გარეშე. ენა არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, ის არის გამოვლინება ერის, ხალხის, ისტორიული აზროვნების და ამავე დროს ის არის გამოვლინება იდენტობის ერის, რადგანაც სწორედ ამ ენაზე ყალიბდება ადამიანების ფილოსოფიური საზრისი ამა თუ იმ ერის. ამ საკითხებზე სასაუბროთ დღეს ჩვენთან არის ქალბატონი თინათი მოლქვაძე, გამარჯობა თინათი. მადლობა მოწვევისთვის. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ძალიან მიხარია რომ ჩვენ დღეს ერთად ვართ და მრავალ საჭიროებო საკითხს განვიხილავთ. მადლობთ მოწვევისთვის. ისეთი შესავალი გააკეთეთ რომ ამის დაფარვა შეუძლებელია. დაწყებული სათაურიდან პოლისემია ნიშნავს მრავალ მნიშვნელობას, როდესაც ერთ და იგივე სიტყვას მრავალი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა კონტექსტში და როცა საქმე ლიტერატურას ეხება და ინტერპრეტაციას, სიტყვის პოლისემიურობა ყველაზე კარგად ლიტერატურაში ჩანს და მით უმეტეს ინტერპრეტაციის დროს. რაც შეეხება იმას, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ ლიტერატურა არ არსებობს ენის გარეშე, პირიქით, ლიტერატურა იქმნება ენაზე და მას სხვა არსებობის საშუალება არ აქვს. სხვა გამოვლენა მას არ გააჩნია, ის იქმნება ენაზე და ასე ენათმეცნიერებაში ასეთი მიდგომა არსებობს, რომ ენა არის სამყაროს ასახვის პირველად იმამოდელირებელი სისტემა, ანუ სამყაროს მოდელი ადამიანს ექმნება თავისი ენით, ხოლო ლიტერატურა არის მეორად იმამოდელირებელი სისტემა, რადგან იგი ეფუძნება ენას, რომელსაც უკვე აქვს თავისი სისტემა. თუმცა ეს არ არის შემზღუდავი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ენა ისეთი მოვლენაა, რომ აქ არსებობს ეგრეთ წოდებული ცარიელი უჯრები. და ეს ცარიელი უჯრები იძლევა საშუალებას, რომ იგი მოქნილად იყოს გამოყენებული. ესე მარტივად რო ვთქვა, დავუშვათ თუ ენას როგორც სისტემას შევადარებთ, მაგალითად ჭადრაკს როგორც სისტემას. აი ჭადრაკში არის ფიგურათა ზუსტი რაოდენობა. ვერაფერს ვერ დაამატებთ, ვერაფერს თუ ვერ გამოვაკლებთ. თუ ფიგურას დაკარგავთ, რამე უნდა დადოთ მის ნაცვლად და ეს მნიშვნელობა უნდა მიაჩნიოთ. ამისგან განსხვავებით, ენა ასე არ არის მოწყობილი. ან კარტს რო შევადაროთ, აი კარტი უფრო მცირეა რაოდენობით, 36 ერთეულია დაუშვათ. მიდის 6-დან 12-მდე, ასეთი წარმოებით გინოთ. აქვს 4 ფერი, 2 ფერი წითელი და შავი და 4 ფიგურა და სულ გვაძლევს 36. ანუ ყველა ფერი არის 4-4. 6 არის 4, ტუზი არის 4, ვალეტი არის 4 და ასე შემდეგ. აქაც თუ რამე დაგვაკლდა თამაში არ გამოვა, უნდა ჩაანაცვლოთ იგი აუცილებლად იმავე ფუნქციის მქონე რამე ნიშნით, რასაც ვერ ვთქვით ენაზე. ენაში როგორც გითხარით არის ცარიელი უჯრები, მაგალითად ავიღოთ მგერითი სისტემა. ჩვენი ქართული ენის, ყველა ენის მგერითი სისტემა და მათ შორის ქართული ენის მგერითი სისტემა არ არის, ასე ვთქვათ, კარტებით მოწყობილი. ანუ ყველა ბგერა არა გვაქვს, მაგალითად ვ-საც აკლია მეწყვილე. ქართულში არ არის ფ თანხმოვანი. ხ-ს აკლია მეწყვილე. სხვა ენებში ყავს, აქვს ამ ენას მეწყვილე, ქართულში არა. ყ-ს ამ წუთას ორი წევრი აკლია ერთდროულად. ძველ ქართულში ხ იყო ერთ-ერთი ხარი რაც არის. ხარი. და იმის წინ კიდევ ერთი ჟღერი ბგერა უნდა წარმოვიდგინოთ, რომელიც არასდროს არ არსებობდა. აი ეს ცარიელი ადგილები იგივე ეხება მორფოლოგიას. სადღაც რაღაცა არის და რაღაც ელემენტი შეიძლება წარმოვიდგინოთ, მაგრამ არ არის. ზმნა, რომელიც ასე მდიდარია ქართულში, იქ არის ადგილები, რომელიც ცარიელია, არის წარმოება ეს ფორმები. და ყველა ნიშნით უნდა წარმოებულიყო. აი ეს საშუალებას იძლევა. მაგალითი რომ ითხრა რა, მაინც მაყურებლისთვის რო გასაგები. აი, თავისებური ზმნები, რა ვითხრათ, აი დავუშვათ ის რომ ყოფნა ზმნას ყველა დროში და ყველა რიცხვი სხვადასხვაგვარია. არ ვიყავი ვიქნები, სულ სხვადასხვა ფუძეა. ანუ მონაცვლე ზმნებზე ელაპარაკი, ხო? არა, ეს ამ წუთას ერთ-ერთი მაგალითი დავასახელე, თორე 1000 გვარი მაგალითი შეიძლება მოვიყონოთ, თვით არა ფუძე რომ არ იცვლება, ის ეძნებზეც. სადაც არის წარმოება, სადაც არის გაჩერებს სისტემა, რომ შეიძლება ხელოვნურად შექმნა. ამას პოეზიაში ღირებულება აქვს, როდესაც შექმნი ისეთ რამეს, რაც ენაში არ არის. გამიგეთ, მაგრამ სისტემა გაძლევს საშუალებას ის ფორმა აღადგინო. მოკლედ ეს მოვაყოლე პოლისემიურობას ფართო გაგებით, ახლა ეს სიტყვის მნიშვნელობის მრავალგვარობას ნიშნავს, მაგრამ ეს მოვაყოლე იმას, რომ რადგან ენას აქვს ასეთი ცარიელი ადგილები, ამის გამოა იგი ელასტიური.
აი კარტაში ელასტიურობა გამორიცხულია. ჭადრაკში ელასტიურობა გამორიცხულია. თქვენ ვერც სისტემაში ნიშნებს ვერ დაამატებთ და ვერც გამოვაკლებთ. ენა ღია ამ ხრივ გამიგეთ, მას სულ ემატება ნიშნები და შემოსული ნიშნები კლავენ ძველ ნიშნებს. ის ნიშნები გადიან პირიქით გამოყენებიდან და 1000 ესეთი მაგალითი შეგვიძლია ხა ჩვენ დავასახელოთ, რომ აი ქართულს რო გონია რომ ეს სიტყვა არა გვაქვს, თურმე გქონდა. მაგრამ დღეს უკვე ის აღარ არის მოქმედი. ანუ აი ეს ელასტიურობა, რადგან თქვენ დაიწყოთ ლიტერატურით და ლიტერატურის ინტერპრეტაციით, რომელიც ხანდახან არა მხოლოდ კამათის, არამედ კონფლიქტისაგან ხდება, როგორ უნდა გავიგოთ ესა თუ ეს ტექსტი, ხო? ყველაზე პრობლემური ეს არის. მაგრამ კიდევ უფრო სადავოა თავად ენა. ანუ რა არის ენაში მისაღები? რა არის მეუღებელი? რა ითვლება სწორად, რა არ ითვლება სწორად. ეს არის ძალიან ინდივიდუალური და საზოგადოების გემოვნებაზე დამოკიდებული. აი მაგალითად, ქართული სალიტერატურო ენაში სწორია ერთხელ, მაგრამ არა სწორია ორხელ. ან სამხელ. ანუ ხელ შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ ერთთან. თუმცა ჯერ არ შეიძლება გამოვიყენოთ ერთთან. ერთჯერ დღეში არ არის სწორი. სწორია ერთხელ დღეში. მაგრამ სამაგეროდ სწორია ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერ და ასე შემდეგ. ანუ ჯერ და ხელ ერთმანეთის სინონიმებია თავისი შინაარსით, მაგრამ ასე მარტივად არ ინაცვლება. ამას ეძახი შენ, რომ საზოგადოების ასე ვთქვათ გემოვნებაზეა დამოკიდებული. ეს როგორ არის, იცი? ესე იგი, ენის ნორმათა დამდგენი კომისია აცხადებს, რომ ჩვენ უპირატესობას ვაძლევთ აღმოსავლურ ქართულ ფორმებს, ამიტომ ჩვენთვის სწორია ერთხელ, ორჯერ, ხუთჯერ, მაგრამ არ არის სწორი ერთხელ, ორხელ, სამხელ. ისევე როგორც არ არის სწორი და უშუალოდ ერთჯერ და ყოველწლიურად ერთხელ. აი ამ ტიპის აი აკრძალვები და დაშვებები, აი რა არის სწორი, რა არის არასწორი. მართალი კომისია არ მუშაობს, ასე ვთქვათ, ნებისმიერად და პირდაპირ მნიშვნელობით მართლა გემოვნებაზე არ არის ეს დაფუძნებული, ეს არის გამოყენების სიხშირე, ისტორიულობა, ყველაზე მეტად რა ფორმა გვხვდება და ასე შემდეგ. მაგრამ თავისთავად აი არჩევანი ჩვენ შეგვიძლია გვიტყვი რომ ორივე სწორია. არაფერი არ მოხდებოდა რომ ეს დადგინდა ეს ნორმა, ითქვათ რომ ერთხელ ესეც სწორია და ერთჯერ ესეც სწორია. ორხელ ესეც სწორია და ორჯერ ესეც სწორია. მაგრამ ეხლა აბიტურიენტმა რო დაწეროს ორხელ ფორმა, მას აუცილებლად ჩაეთვლება შეცდომა. გამიგეთ? ანუ შეიძლებოდა ასეთი მიდგომა, მაგრამ ასეთი მიდგომა არ არის არჩეული. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ენა კი წარმოქმნის ფორმებს, მაგრამ ყველა ფორმას კომისია არ თვლის მისაღებ ფორმად. ეხლა რატო არ თვლის ეს ცალკე და დიდი საკითხია. ხო, რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი არგუმენტები, ხო? დიახ, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ შეიძლებოდა ასეთი მიდგომაც. არის ენები, არის ხალხები, რომლებიც ასე უყურებენ ამ საკითხს. ეხლა ჩვენთან ხო ძალიან მოდური თემაა ჩვენთან ბრძოლა ბარბარიზმების წინააღმდეგ. ტერმინი ბარბარიზმი გვაქვს ჩვენ და მაგალითად არ აქვს ინგლისურად ამას ნაყაროს. აი ამერიკელმა ენათმეცნიერებმა, რომლებიც აქ მუშაობენ, აქ გაიგეს, რომ თურმე არსებობს ასეთი გაგება ბარბარიზმი. და რა არის ბარბარიზმი? ბარბარიზმი არის ის უცხო სიტყვა, რომელიც ენის ნორმათა დამდგენმა კომისიამ მიიჩნია, რომ არ უნდა იყოს სალიტერატურო ენის ნაწილი. ანუ უცხო სიტყვა მაგალითად ოფისიც, იმდენი მიუღებელი ბარბარიზმი გვაქვს ახლა ჩვენ, მაგრამ ერთ-ერთი რაც გახსენდებათ. ოფისზე ვეღარ ვიტყვით რომ ბარბარიზმია, რადგან ის გახდა უკვე სალიტერატურო ენის საკითხი. თავიდანვე დაწუნებული იყო ეს სიტყვა, მაგრამ ახლა ის მიღებულია და მან თვითონ იბრძოლა ამისთვის, რომ დამკვიდრებულიყო, ასე ვთქვათ. სიტყვა მიბრძოლა? გამომყენებლებმა, რა თქმა უნდა, ოფისი არჩიეს მომხმარებლებმა, მაგრამ არის სიტყვები, რომელსაც ჯერაც ებრძვიან და არ ვიცით რითი დამთავრდება ეს ბრძოლა. შეიძლება წააგონ იმ სიტყვებმა და დარჩნენ მხოლოდ დროებით გამოყენებაში და შეიძლება დარჩნენ ისტორიაში და სავსეა ხო ქართული ენა ასეთ სიტყვებით. სტუდენტებსაც ასეთ რამეზე ელაპარაკები და უყვები რომ აი ეს სიტყვა ეტიმოლოგიას როცა ეხება, ეს სიტყვა ქართული წარმოშობის არ არის. ეს სიტყვა არ არის ქართული წარმოშობის. თქვენ არ იცით რა რეაგირება მოყვება ამას. ჩვენი რა არის? ძალიან გულდაწყვეტილები კითხულობენ, რა არის ქართული? ყველა სიტყვა, რომელიც ამა თუ იმ ენის სისტემის ნაწილი გახდება, ხდება, ასე ვთქვათ, იმ ენის შემადგენლობაში, ხდება ქართულიც, ახლა რა ვიცი, ვინმე იფიქრებს, ფანჯარა ქართული არ არის.
ვაჟა-ფშაველას სტატიები გამოვაქვეყნეთ ქართული ზოგადად ენის და ქართული ენის შესახებ. ზოგი სტატია საინტერესოა, ზოგი სტატია გაოცებას იწვევს და ამ წიგნის მაგარი პრეზენტაციასავით იყო, სადაც მოხსენებით გამოვდივდი და ვთქვი, რომ აი ვაჟა-ფშაველას ძალიან აწუხებდა ის, რომ ბევრი უცხო სიტყვა გამოიყენებოდა ქართულში, რომ კრიტიკოსები პირდაპირ უცხო სიტყვებს ახავებდნენ და ერთგან ასეთი რამ აქვს ნათქვამი, რომ იმდეს იზამენო ქართული ენაო მარტო პურის და წყლის აღნიშვნელიღა იქნებაო. და მე ხუმრობით ვთქვი, რომ რასე ფიქრობდა მეთქი ვაჟა-ფშაველა, რომ თვითსიტყვა პურიც კი არ არის ქართული, ამ პურ წყალში და პურღვინოში მეთქი. თქვენ ვერ წარ ეს დიალოგი მე მქონდა ჩვენ ასე ვთქვათ აკადემიურ საზოგადოებასთან ფილოლოგებთან ფართო გაგებით ლინგვისტებს არ გაუკვირდებოდათ ფილოლოგებთან ფართო გაგებით თქვენთვის და ჩემთვის ცნობილმა პატივსაცემმა ფილოლოგებმა ისეთი აღშფოთება გამოხატეს რას ქვია პური ქართული სიტყვა არ არისო ეს რას ნიშნავს რაღაცა სხვა ტერმინი უნდა გამოვიყენოთ აქო თქვათ საერთო გამოყენების სიტყვები. კი ბატონო, საერთო გამოყენების სიტყვაზე. როგორ მოვიდა ეს სიტყვა ჩვენ, როგორ გახდა იგი საერთო გამოყენების? მაგალითად, როგორ მოხდა, რომ ხალხი, რომელიც ნიშნავს ერთ-ერთ მონღოლურ ტომს, ქართულში გახდა საზოგადო სახელი. არა, რომელიღაცა ტომის ადამიანთა კრებული საქმეში. ხო, როგორ მოხდა ეგ ამას თავის ისტორია აქვს. ეხლა ჩვენ რომ ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი როგორი საპატიო არა როცა ამას ვიტყვით და როგორ ვამაყობთ ამით თურმე ნოეთქვით ეს ქართველი ხალხი სულ არ არის ქართული ვიღაცას გული დაწყდება ამაზე გული არ უნდა დაგხსნას უნდა ვიცოდეთ რომ ასე დაიარებიან აი იმიტომ დავიწყეს ცარიელი ადგილებით ენა არის ღია სისტემა აქ სულ შემოდის ნიშნები მაგრამ საზოგადოებას სასაკვირველი აქვს თავისი დამოკიდებულება რაღაცა მოსწონს, რაღაცას იწუნებს და ამბობს რომ თუ ამდენი შემოვა მაშინ ჩვენი იდენტობის საკითხი ეჭვს ქოშხობ არ დადგება. გამიგეთ? და მართლაც ახლა ისე არ უნდა გამოვიდეს არსებობს ეგრეთ წოდებული აი ენათა ისეთი ურთიერთობის შედეგად მიღებული, შერევის შედეგად მიღებული ენები, რომელიც არცეც აღარ ემთხვევა, გამიგეთ? სხვა ენას ვიღებთ. ან და ერთის თანთქამს მეორეს, ხო? სრულად ეგეც ხო ხდება, რომ სხვა როცა ენა იკავებს სხვა ენის ადგილს, ერთი ენა მეორე ენის ადგილს, მაგრამ მე ვამბობ, რომ ენის მართლა შერევა ხდება იმ სახისედო, როცა მიიღებს მესამე ენას, რომელიც შერევის შედეგად არც ერთ ενას არ დაემთხვევა არც მეროს. და უკვე ორივე ხალხი ლაპარაკობს იმ ერთ ენაზე? როგორ? რომელიც და მე თანდათან ეს ენა ხდება მშობლიური ენა წარმოიდგინე. და ისეთი ენა, რომელის გამოც ხალხი თავს, ასე ვთქვათ, დებს, თავდადების საგანია და მოწონებს. ხო, ნუ მშობლიურია უკვე. პიჯინიზაცია ქვია ამას, ენის პიჯინიზაცია ქვია ამას, როდესაც ესე იგი ენების შერევით მიიღება რაღაც ისეთი ენა რომელიც ვიღაცისთვის უკვე ხდება იდენტიფიკაციის საგანი პიჯინიზაციის შედეგად მოაქვს მე კრეოლური ენები აი როგორც უკვე მშობლიური გახდება თავის დროზე ძალიან დიდი ამბავი იყო სხვათა შორის მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მიიღო ასეთმა ენებმა ასე ვთქვათ არსებობის უფლება იქამდე იბრძოდნენ ამის წინააღმდეგ და აი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იუნესკოს აქვს მიღებული დადგენილება რომ ამ ენებს აქვთ არსებობის უფლება და ეს ენები არ უნდა იყოს შეზღუდული, არ უნდა დაერქვას მას რაღაც შემთხვევით წარმოქმნილი და არ უნდა იყოს განდევნილი ყოველდღიური გამოყენებისგან და ხალხს უნდა მიეცეს საშუალება, რომ თუ ის მით უმეტეს მისი იდენტიფიკაციის ერთ-ერთი საშუალება პირიქით, იამაყო რამე. იცი რა, ალბათ მსგავსი მოვლენები არსებობდა წარსულშიც და მას ეხდებოდა ხშირად. უბრალოდ შემდეგ, როდესაც დაიწყო ენების მეცნიერული შესწავლა, ეს გახდა უკვე ძალიან აშკარა, ხო? და იმისი სტატუსების მინიჭება, ვთქვათ, შეიძლება თუ არა ასეთი ენა არსებობდეს, თორე პროცესი ალბათ ყოველთვის იყო, ხო? ის რომ როდისღაც შეიძლება ეს ენები ერთმანეთში, მე რაღაცა ერთი იქნებოდა, ის ხდებოდა უკვე რაღაცა მშობლიური ენა ვიღაცისთვის, მაგრამ ნუ ეხა ამის კვლევა არ ხდებოდა ალბათ რაღაცა პერიოდში. როგორ არის იცით, აი ასეთი წიგნია, მგონი 1950 წელს არის გამოსული. Hands of Pidgin English, ხელების შორს Pidgin ინგლისური საგანი. ანუ ხელების შორს რას ნიშნავს, რომ ნუ ეხებით, ნუ იწუნებთ, ნუ კრძალავთ, შერეული ინგლისური შეერია რაღაც ენებს. ეს ძირითადად არის შედეგი იმპერიალიზმის.
მოკლედ რომ ვთქვათ, გამიგეთ, ენათა შერევის ერთ-ერთი მიზეზი არის იმპერიალიზმი. და ზოგადად ენათმეცნიერება არის მეცნიერების დარგი, რომელიც დამხმარე დარგია ყოველთვის, როცა საქმე ეხება ნაციონალიზმს, როცა საქმე ეხება ნაციონალურ იდენტობას, როცა საქმე ეხება იმპერიალიზმს, ის დამხმარე დარგია. ყოველთვის დამხმარე დარგია. ეს რაც უნდა ესე ვთქვათ, ეწყინოთ ენათმეცნიერებს, პირიქით ეს ასე ვთქვათ, თავმოსაწონებელი ამბავია, მაგალითად ენათმეცნიერება დამხმარე დარგია იმაში, რომ დღეს ყველას აქვს მობილური. აი მობილურის უკან დგას ენათმეცნიერული მიღწევები. ენათმეცნიერული მიღწევების გარეშე მობილური ვერ შეასრულებდა იმ ფუნქციებს, რასაც იგი ასრულებს. ის არის ტელეფონი, ჩვენ დღესაც ტელეფონს უწოდებთ, მაგრამ ეს ხო ტელეფონი ერთ-ერთი ფუნქცია, ეს არის ტელეფონი, ეს არის ფოტოაპარატი, ეს არის ვიდეო აპარატი. ის არის ფილმის შექმნის პატარა სტუდია. ხო არის ესეთი? კი ბატონო. ის არის აუდიო და ვიდეო რამს ნებისმიერი ტიპის ინტერნეტის საშუალება, რომ აქედან გაუსრულოთ ნებისმიერ წერტილში სხვადასხვა ტიპის ურთიერთობებს. ლექციის საკითხვა შეიძლება აქედან გაუსრულოთ, ხო, რომელიღაც ქვეყანაში ღია ეთერში. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ტელეფონი არის მხოლოდ ერთადერთი ფუნქცია და ამის უკან დგას ექსპერიმენტული ფონეტიკის მიღწევები და ამის უკან დგას გარდა ამისა ის რომ აი მაგალითად ის გვაძლევს ჩვენ თარგმანებს. შეგვიძლია ტექსტი წარმოვთქვათ და ჩვენი წარმოქმნილი ტექსტი იგი ბეჭდურ ტექსტად გარდაქმნის და თარგმნის ამას და კიდეც დაგიჭერს ასე ვთქვათ, იმიტომ რომ შენ საუბარს ყოველთვის მოისმენს, Google ამას გადააქცევს შენს პროფილად და ადამიანის ინტერესები ჩანს. ერთხელ თუ იტყვით, აი ხა ჩვენ დიალოგში თუ ვიტყვით, რომ ჩვენ გვინდა ხალიჩის ყიდვა და ამ ხალიჩაზე ცოტა ხანს ვისაუბრებთ. ჩვენ ყოველთვის Facebook-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე შევხვდება რეკლამები ხალიჩის. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სიტყვაზეა დაფუძნებული. ანუ რა გამოდის, ჩვენ რაც ვთქვით, Google-მა ის აქცია ბეჭდურ ტექსტად და დაუკავშირა ჩვენს სოციალურ ქსელში ჩვენს გვერდებს და მოგცვა ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს. თუ სხვა რამე გვაინტერესებს, სხვა რამეს მოგცემს. გამიგეთ? და მეორე მხრივ მან ჩვენ შეგვისწავლა. მას შეიქმნა ჩვენზე შთაბეჭდილება ხალიჩები რო გვყავს კარგია, მაგრამ მარტო ეს არ გვყავს, ხო? არც ასე სხვა რამეა, რაც გვაინტერესებს. მას აქვს ჩვენზე წარმოდგენა და მარტო მას არ აქვს ჩვენზე წარმოდგენა, ვინც გვაკვირდება, იმას აქვს ჩვენზე წარმოდგენა. ასე რომ ენათმეცნიერება ამის თქმა მინდოდა ასეთი დამხმარე, მაგრამ სერიოზულად დამხმარე დარგია ნაციონალიზმი, აი თქვენ წარმოვიდგინოთ, რომ ისტორიულ შედარებით ენათმეცნიერება, რომლის მიზანი არის ენათა ნათესაობის დადგენა, აი არც მეტი, არც ნაკლები. გერმანული რომანტიზმის დროს დაიბადა. ამის მიზეზი არის გერმანული რომანტიზმი. ანუ ლიტერატურული მიმდინარეობა. როდესაც დადგა იდენტობის საკითხი. აი ჩვენ რომანტიკოსებს რაც აინტერესებდათ, ხო, ჩვენი წარსული, ჩვენი თანამედროვე მდგომარეობა, ჩვენი დამოკიდებულება წარსულის მიმართ, რას ვირჩევთ წარსულიდან, როგორი გვინდა იყოს მომავალი, სწორედ ეს საკითხები დგას გერმანულ რომანტიზმში, როგორც ზოგადად რომანტიზმში, და აი მაშინ დაისვა ასეთ საკითხები. ვინ ვართ ჩვენ? რა წარსული გვაქვს? ჩვენს გვერდით რა ხალხი? ანუ იდენტობის საკითხები დაისვა. დიახ, ჩვენს გვერდით რა ხალხი ცხოვრობს? რა ხალხთან გვიწევს ჩვენ ურთიერთობა? და მე დაისვა ისეთი საკითხები, რომელიც ახლა აკრძალულია ხა ვიღაცამ რომელიმე ენათმეცნიერს რო წამოგწდეს, რომ ერთი ხალხი მეორეს ჯობია, იმიტომ რომ მისი ენა თურმე რაღაცით მეორე ენას ჯობია, ამას ფაშიზმი ქვია, ახლა რასიზმი ქვია და ასეთ ენათმეცნიერი არა მარტო კარიერას გაიფუჭებს, არამედ არაფერი არ უშუალებს დედამიწაზე იქნება ყოველთვის იგნორირებული და შეიძლება დასჯილიც. ხოლო მე-19 საუკუნეში საკითხი დგებოდა ასე. აი რომელი ხალხია ყველაზე ნიჭიერი? ეხლა ხარ შეიძლება ამ საკითხის დასმა, რა? ყველა ხალხი ნიჭიერია. ყველა ხალხი თანასწორია უფლის წინაშე, ყველა ხალხი თანასწორია კანონმდებლობის წინაშე და ყველა ენა თანასწორია ენათმეცნიერების წინაშე და უფლის წინაშე, ხო? ენათმეცნიერი ყველა ენას სწავლობს და უფალს ყველა ენა ესმის. ხვასია ჩვენთან. ხვასია რეალურად ასე ვთქვათ. მაგრამ მე-19 საუკუნეში ასეთი კითხვები ისმებოდა და დაუფარავად ისმებოდა ეს კითხვები, გამიგეთ? აი თანდათან მეცნიერები მივიდნენ აზრამდე, სწორედ მე-19 საუკუნეში, რომ ყველაზე ნიჭიერი არის ის ხალხი, რომელიც არის თეთრკანიანი და აქვს აგლუტინაციური ენა და ასეთი ქართულია. და ეს არ ჩამოყალიბებულა ეს აზრი საქართველოში, გერმანიაში ჩამოყალიბდა ეს აზრი. ანუ რის თქმა მინდა იცით, რომ ეს დავიწყე იქიდან, რომ აი თვით ისტორიულ შედარებით ენათმეცნიერება, რომელიც ენათა ნათესაობას იკვლევს, დაიბადა არა ლინგვისტური ინტერესების გამო, არამედ შეიქმნა არალინგვისტური ინტერესების გამო, რომელიც უკავშირდებოდა ნაციონალიზმს, უკავშირდებოდა წარსულს ხალხისას
და მის გარემოს რომელშიც იგი ცხოვრობდა, კიდე ერთი გამახსენდა ხა ევროპის ისტორიიდან ხალხის აღწერა გადაწყვეტეს. რა ენებზე მეტყველებს ეს ხალხი. ეხლა ჩვენთან როცა აღწერას აკეთებენ და რა თქმა უნდა ენა ერთ-ერთი საკითხია, ჩვენთან სვამენ პირდაპირ კითხვას რა ენაზე მეტყველებთ. არ სვამენ კითხვას რომელია თქვენი მშობლიური ენა, ან სვამენ კითხვას რა ენაზე ლაპარაკობთ ოჯახში. რა ენაზე მიიღეთ განათლება. ეხლა როგორი 19 საუკუნეში ამ ტიპის კითხვები ხო არ ისმება, არა? ამიტომ აიღეს ციტატა ორი აბზაცი უძღებიშვილის ისტორიიდან. და ყველას უნდა დაეწერა თავის ენაზე. უნდა გადაეტანა ეს თავის ენაზე. და მე ლინგვისტა ჯგუფი იჯდა, ჭალებში მაშინ ჯერ ლინგვისტიკა ჯერ ესეთი გაგება ჯერ არ არსებობს, თუმცა არსებობს ენობრივი ინტერესები, ჯგუფი იჯდა და არ ყვევდა, აი ხლა, აი ამ ადამიანმა ეს ტექსტი რო დაწერა. აი ეს ტექსტი რომელი ენაა, ენაზეა დაწერილი. ან რომელი ენის დიალექტია. თქვენ წარმოგიდგენიათ რა დღეში იყო ეს კომისია? ეს ხო სრულიად შეუძლებელია ამის დადგენა. ეხლა ჩვენ რო გავაკეთოთ საქართველოში ეს უძღებიშვილიდან ორი აბზაცი რო ავიღოთ, დაორიგოთ ვინც კი მოვა, ვისაც კი მივალთ ჩვენ აღწერის დროს, თხოვოთ რომ იმ ენაზე გადაწეროს რომელი ენებიც კი იცის. ანუ რამდენად არასწორი. რას მიაღწიეს? იცით რა რაღაც დასკვნები შეიქმნა და მათ შორის სწორი დასკვნა, ძალიან ბევრი არასწორი დასკვნა შეიქმნა და ყველაზე მთავარი დასკვნა ის გაკეთდა რომ ეს გზა სწორი არ არის. ასე შეუძლებელია. თავარი სწორი დასკვნა იგი. თავარი სწორი ეს მეთოდი არ ვარ გამიგეთ, მაგრამ ეს მეთოდი თხანს იყენებდნენ. ანუ რას მოვაყოლე ახლა მე ეს მოვაყოლე იმას რომ ენათმეცნიერება დამხმარე დარგია, თუმცა ამის გამო იქ დასაწუნი არ არის. პირიქით ამის გარეშე არავინ არ არსებობს. ამის გარეშე არ არსებობენ ნაციონალური გმირები. ამის გარეშე არ არსებობენ იმპერიალისტები და იმპერატორები. ამის გარეშე არ არსებობენ დიდი სავაჭრო კორპორაციები. ამის გარეშე არ არსებობენ მედიცინის მკვლევარნი და რა თქმა უნდა არ არსებობენ მეზღვაურნი, იმიტომ რომ როდესაც ესე იგი რომელიმე იმპერია გადაწყვეტს რომ გაიფართოს საზღვრები, გაყიდოს უფრო შორ მანძილზე ის რასაც თვითონ აწარმოებს, ან შემოიტანოს იაფათი ის რაც მას არ აქვს, იგი იწყებს ტერიტორიების ათვისებას, ხო? და როცა ტერიტორიებს ითვისებს, პირველი საკითხი რაც დგება, ის ხალხი, ტერიტორია რომელიც ჩვენ ავითვისეთ, აი რა ხალხი ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე და რა ენაზე მეტყველებს ეს ხალხი. და ვინ მჭირდება ამისთვის? ამისთვის მჭირდება ენათმეცნიერება. გამიგეთ და ამიტომ არ ეხა შორს ვარ წავიდე ძალიან. მაგალითად 19 საუკუნის ისტორია რო ავიღოთ კავკასიის, ჩრდილო კავკასიის ენების აღწერილობებს და ძალიან სანდო აღწერილობებს, ანუ მე ხალხების რომელსაც დამწერლობა არ აქვს იმ პერიოდში, იძლევიან რუსი გენდლები. ანუ ეს არის ძალიან განათლებული ხალხი, რომელიც მარტო ტერიტორიას კი არ იპყრობს და კი არ იბრძვის და სისხლს კი არ ხურის, იმიტომ რომ რუსეთის ტერიტორიას რაღაცა შემატოს კავკასიიდან. არამედ იმავდროულად სწავლობს, გამიგეთ ახლა არ მინდა ესეთი გვარები დავასახელო, რომელსაც ძალიან სერიოზული კვლევები აქვს ჩატარებული ოსურში, ძალიან სერიოზული კვლევები აფხაზურში, სხვა ჩრდილო კავკასიურ ენებში. ანუ იმ ენებშიც რომელსაც არ არსებობს დამწერლობა. ძირითადად დიახ. არა ქართულზეც აქვს კვლევები, როგორ არა, მაგრამ ქართული მდგომარეობა და სომხური მდგომარეობა იმ დროს სხვანაირია. აღარ ვლაპარაკობ უფრო ასე ვთქვათ იმ ტერიტორიებზე, აი მაგათ წარმოიდგინეთ, როდესაც ამერიკის ათვისება დაიწყო და როგორ ძნელი იქნებოდა ზოგი დამწერლობის მქონე და ზოგი დამწერლობის არ მქონე ამერიკელ ინდიელთა ტომების შესწავლა, იმიტომ რომ კი ბატონო არის დამწერლობა, მაგრამ ეს დამწერლობა ისეთია, რომ არც სხვა დამწერლობას არ გაქვს და ტიპოლოგიური კვლევა შეუძლებელია, მას ცალკე ჭირდება კვლევა მაიას ტომის დამწერლობის მოგვარი დამწერლობა, ასე ვთქვათ, ამ კონტინენტზე ჩვენსკენ არ ჩანს. ამიტომ შედარება ჭირს, როდესაც მაიას ტომის გადაშლით ტექსტს, ხო? ძალიან ლამაზ ნახატს გავს. ულამაზეს ნახატს გავს და ეს ლამაზი ნახატი არის უზარმაზარი ტექსტი. და ამ ტექსტს ჭირდება სწორად წაკითხვა. საიდან ვკითხულობთ მარცხნიდან მარჯვნივ, მარჯვნიდან მარცხნივ, ზევიდან ქვევით, წრეზე, დიაგონალზე და ასე შემდეგ. ანუ რა ნიშნებისგან შედგება, ნიშნები როგორ იშლება. ანუ აი ესეთი მდგომარეობა აქვს ენათმეცნიერებას მოკლედ და რა თქმა უნდა ლიტერატურაც ენათმეცნიერების საკბილოა და ყველაზე სწორ დასკვნებს დიდი ბოდიში ლიტერატურებთან ლინგვისტები აკეთებენ ლიტერატურას და მათ შორის პოლისემიას. თინიკო, აი რაც ეხლა შენი ლაპარაკე, იქიდან გამომდინარე, თუ ჩვენ გავყვებით ბიბლიურ შინაარსს, აი ბაბილონის გოდოლის, ანუ ენათა აღრევის შემდეგ ადამიანთა ჯგუფებმა დაიწყეს სხვადასხვა ენებზე ლაპარაკი, ალბათ ესე ჩამოყალიბდა რაღაც ერების მსგავსი
წარმონაქმნებით, ხო? და ალბათ, რადგანაც არა მხოლოდ ადამიანია ცალკეული სოციალური არსება, არამედ ის ადამიანთა ჯგუფები არის, რაღაცა სოციალური ჯგუფები, რომელიც გამუდმებით მიუტყვის, რომ ვიღაც სხვასთან კონდეს ურთიერთობა, გაჩნდა იმის მოთხოვნილება ამ სხვადასხვა ენაზე მეტყველ ხალხთა შორის, რომ ერთმანეთთან ქონდათ კავშირი. და ალბათ მაშინვე წამოიწია წინ რომელიღაცა ენა, რომელზეც უფრო მეტი ადამიანი მეტყოლებდა. ანუ ვიღაც ის იყო რაღაც მშობლიური, მაგრამ მეტყოლება და სხვა ენაზეც, რომელიც იყო მეტად გავრცელებული, ხო? ნუ ეხლა ეს განსაკუთრებით უკვე ჩვენი წელთაღრიცხვის პერიოდში, განსაკუთრებით ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ, როდესაც ბიზანტიის იმპერია არსებობს და არსებობს ბერძნული ენა და რაც მთავარია, ყალიბდება დოგმატი ამ ენაზე, რომელიც ლინგვისტური, ასე ვთქვათ, საკითხების გამოყენებას კი არა, ფონეტიკასაც კი მოიცავს თავის თავში, ხო, იმიტომ რომ ერთი ბგერა ცვლიდა ყველაფერს, ვთქვათ, აი წამსის ჩამოყალიბების საკითხში, ხო, როდესაც ყალიბდებოდა ჩვენი დღევანდელი მართლმადიდებლური წამსი. ეს არის პერიოდი, როდესაც ბიზანტია რა თქმა უნდა დომინირებს რომის იმპერიაზე, შესაბამისად ამ პერიოდის რომის პაპები, როდესაც აგზავნიან ეპისტოლეებს თეოლოგიურ საკითხებზე, ეს არის ბერძნულად შედგენილი, აი ამ დონეზე იყო ბერძნული დომინანტი, ლეგატებს აგზავნიან, რომლებიც თავიანთ თეოლოგიურ გამოსვლას წარმართავენ, რა თქმა უნდა, ბერძნულ ენაზე. ანუ ბერძნული არის აბსოლუტურად დომინანტი ენა, შემდეგ იცვლება განყოფის შემდეგ ეს განსაკუთრებით ლათინური ხდება და შემდეგ ფრანგული და აი მოვედით დღევანდელ დღემდე, როდესაც ინგლისური არის სრულიად დომინანტი ენა მთელ მსოფლიოში, უკვე შეუძლებელია, აი გუშინ მეუბნებოდა სწორედ ერთი ადამიანი, რომ იყო პერიოდი, როდესაც შეიძლება ადამიანი ყოფილიყო განათლებული, მეცნიერი, თავის საქმეში ძალიან წარმატებული და რაღაცა პერიოდის წინ იყო ეს, ხო? თუნდაც საბჭოთა პერიოდის, ან ცოტა მოგვიანო კიდეც, როდესაც შეიძლება არც უნდოდა მას ინგლისური ენა. დღეს ინგლისური ენა უშუალოდ თუ არის ეს ადამიანმა საფუძვლიანად, ისე რომ უშეცდომოდ ილაპარაკოს, აქცენტზე ალბათ არ არის ლაპარაკი, ის ვერ ჩაითვლება განათლებულ ადამიანად. დღეს ესეთი დამოკიდებულება არის, ხო? და ეს დომინანტი ენა არის დღეს ინგლისური. რაც ალბათ როდისმე შეიცვლება ისევ. აი, რა გავლენას ახდენს ეს ჩვენზე, რამდენად აი, თუ შეიძლება ესეთი ძალიან მარტივი ფორმულირება, რამდენად კარგი ან ცუდი ეს ჩვენი ენისთვის, ჩვენი იდენტობისთვის და ასე შემდეგ. აი, როგორ უყურებ შე, როგორც ენათმეცნიერი ამას, როგორც ლინგვისტი, როგორც ფილოლოგი, როგორც ქართველი. როგორ უყურებ ამ ყველაფერს? თქვენ ისე მოკლედ გაიარეთ ისეთი გრძელი გზა ბაბილონის გოდოლიდან ინგლისურამდე? ესე იგი რომელი მომენტი დავიწყო არც ვიცი და თუ კიდევ მე დაწუნებული ვარ რომ ბაბილონის გოდოლიდან მშვენივრად დაიწყებ და ბაბილონის გოდოლიდან ესე იგი მან საკითხი როგორ დგება იცით რომ ამ ბიბლიურ ამბავს როცა ვკითხულობთ მან საკითხი დგება ასე როგორ და გამიგოთ ეს საერთოდ რას ნიშნავს ენათა აღრევა ხალხი რომელმაც გადაწყვიტა გოდოლის აშენება რომელთაც ღმერთამდე მივიდოდა რასაკვირველია გადაწყვიტა ცოდვიანი საქმე თავისთავად ეს წარმოდგენა რომ ღმერთი არის სადღაც ცაში შორს კი და მაღლა მაგრამ მიწოდობა შეიძლება და შეიძლება ერთი კარგი მაღალსართულიანი გოდოლის აშენება და იქამდე მისვლა ეს ერთი მხრივ აჩვენებს როგორი ასე ვთქვათ გულუბრყვილოა წარმოდგენა ღმერთზე და მეორე მხრივ აჩვენებს როგორი განვითარებულია ეს საზოგადოება ტექნიკურად რომ შეუძლია ასეთი გოდოლის შენობილობა დაიწყოს, რომელიც აიჭრება ღრუბლებში და ნუ რადგან ღმერთი იქეგულება მივა ღმერთამდე. კი ბატონო. ანუ უყურეთ ესეთი ინტერპრეტაცია ერთ-ერთი ამ ბიბლიური ამბის არის ხოლმე ასეთი რომ ეს არის ტექნიკურად განვითარებული საზოგადოება, მაგრამ მორალურად დაწესებული. რაც გავს ჩვენ საზოგადოებას და ჩვენ ქართულ საზოგადოებას არ გულისხმობ მარტო თანამედროვე მსოფლიოს, რომელიც ტექნიკურად ძალიან განვითარებულია და რამდენადაც განვითარებულია ტექნიკურად, იმდენად მორალურად ცუდად გამოიყურება, ასე ვთქვათ, მაგრამ რომ ის მან მიზნად დაისახა ამორალური რამ. მივიდეს ღმერთთან და აი როცა მივა ღმერთთან, მე რა, ერისთვის მედეს ღმერთთან. ანუ კიდევ აქვს რაღაცა, კიდევ უფრო ცუდი იდეა, არ ჩანს რაღაცა კარგი იდეისთვის ეგ მისვლა. რადგან ეს არის ცოდვიანი მიზანი, რადგან ეს გადაწყვეტილება ერთი მხრივ გულუბრყვილოა, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან ამორალური, ღმერთი ამიტომ ჩაშლის ამ გადაწყვეტილებას.
და ამ საქმის ჩაშლისთვის მას ჭირდება რომ შენებლებს აერიოთ ენა. მაგრამ ის რომ მათ ერთმანეთის ენა არ ესმით, ხო იცით, შენი ენა არ მესმის, ბევრ ამას ნიშნავს. ეს არ ნიშნავს მხოლოდ ერთის რომ მე არ ვიცი ის ენა, რომელზეც შენ მეტყველებ და მეორე მხრივ მე არ მეცის ის ლოგიკა, რომელსაც შენ მიყვები. მე ჩემი ლოგიკა მაქვს ამ შემთხვევაში ენა არის უფრო მეტაფორა, ვიდრე სიტყვა პირველად მნიშვნელობით, სადაც იგულისხმება ის, რომ ჩვენ სხვადასხვაგვარად წარმოვიდგენია, როგორი უნდა იყოს ეს გოდოლი, რომელიც შენობა ბაბილონში დაიწყო. შეიძლება ვიდაოთ იმაზე, რა უნდა მხოლოდ უნდა ქონდეს სიმაღლე, რა მხოლოდ უნდა იყოს სიგანე და ასე შემდეგ. ანუ რამ გამოიწვია რეალურად დაპირისპირება? ალბათ დაპირისპირება ისევ ტექნიკურმა საკითხებმა გამოიწვია, რაშიც ეს საზოგადო თუ ამას პირდაპირ გავიგებთ, ასე ვთქვათ. აქ შემოდის კიდევ მეორე საკითხი. ეს ხალხი რამდენ ენაზე ლაპარაკობდა? თავიდან ლაპარაკობდა ერთ ენაზე და მერე გახდა მრავალენოვანი? თუ იმ თავით მრავალენოვანი იყო, მაგრამ ერთმანეთის ესმოდათ, რადგან ერთი მიზანი ჰქონდათ და ენების აღრევა აქ იყო მიზანზე დავა რეალურად და მიზანზე დავამ გამოიწვია ამ ხალხის დაშლა, ასე ვთქვათ და ამ იდეის განუხორციელებლობა. ეხლა ეს უკავშირდება ენათმეცნიერებაში გარკვეულ თეორიებს, იმიტომ რომ ენათმეცნიერებაში ახლა ამჟამად ძალიან მოდური ეგრეთ წოდებული ნოსტრატული თეორია, რომელიც თავის მხრივ ხა ეს ძალიან ნიადაგზე არ წარმოშობილა, სხვა ლინგვისტურ თეორიებს ეყრდნობა და ნოსტრატული თეორია ამბობს, რომ ესე იგი ორი სხვადასხვა მიმართულებაა მოკლედ. ერთი მიმართულება ამბობს, რომ თავიდან იყო ერთი ენა, რომელიც შემდეგ დაიყო და მეორე მიმართულება ამბობს, რომ თავიდანვე მრავალენოვნება იყო. ნუ კაცობრიობა თავიდანვე მრავალენოვანი იყო და მრავალენოვნების შერევის შედეგად მივიღეთ ენები. გამიგეთ? ანუ ამ უსავალში, აი მაგალითად ისტორიული შედარების მეთოდი ამბობს, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ფუძე ქართული ენა და ფუძე ქართული ენებიდან მოდიან სვანური, მეგრული ლაზური, ან მეგრული და ლაზური და ქართული. გამიგეთ? ანუ არის ერთი ფუძე ენა და ეს ფუძე ენა იყოფა ჯერ დიალექტებად და მე ეს დიალექტები ინერაჩორდებიან ერთმანეთს, რომ წარმოიქმნება ენები. მეორე მიმართულებაა, რომ ეს ფუძე ენა არ არის წმინდა ენა, ასე ვთქვათ, წმინდა ენაში გულისხმობა შეურეველი ენა. ამ ფუძე ენაზე მეტყველ ხალხს ყავს მეზობლები, რომლებიც სხვა ფუძე ენებზე მეტყველებენ და ეს ენები ერთმანეთზე ახდენენ გავლენას. და ეს გავლენა ზოგჯერ მართლა შერევით მთავრდება, ამიტომ შეიძლება რომ რაღაც ფუძე ენა შერევის შედეგად არის წარმოშობილი და არა მაინც და მაინც ერთი შეურეველი ენიდან, რომელსაც სხვა არანაირი მინერავი არ აქვს და მაინც და მაინც მერე ჩდება მინერავები. ანუ ისეთ ისტორიულ წარსულში, რომლის თვალის მიდევნება ჩვენ გვიჭირს. ერთ ნაწილში, იცით რა, რაც უფრო მეტი წერილობითი წყარო არსებობს ამა თუ იმ ენაზე, მეტ უფრო კარგია, ასე ვთქვათ, გვექნება შტაბიშტება. გაკეთება, მაგრამ მეორე მხრივ, რაც უფრო სიღრმეში გადავდივართ, ჩვენ უკვე გვიჭირს ამაზე პასუხის გაცემა, თუმცა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ასე ვთქვათ, ლოგიკით მივიდეთ რაღაცამდე, რომელიც შეიძლება იყოს სწორი აზრი. აი მაგალითად, ახლა თქვენ ბაბილონის გოდოლი და პირდაპირ ბერძნულთან მიხვედით, მაგრამ ბერძნულამდე მაგალითად ქართველებს ძალიან ხანგრძლივი და სერიოზული ურთიერთობა ჰქონდათ სპარსულთან. კი, ცოტია. და საერთოდ ქართული სახელმწიფო იქმნება სპარსულთან წინააღმდეგობაში, ხო? ირანთან წინააღმდეგობაში. თუ ის ამბავი სწორია, რასაც ჩვენ ლეონტი მროველი გვიამბობს, თუ ნამდვილად ფარნავაზია ეს კაცი, ვინც შექმნა პირველი ქართული სახელმწიფო, ფარნავაზი ბოლოს და ბოლოს თვითონაც ნახევრად ქართული და ნახევრად სპარსელია. და იგი ქმნის აქ დომენს, ჯერ დომენს, ანუ თავის ტერიტორიას, რომელსაც უპირისპირებს ირანს, ხოლო შემდეგ ქმნის პირველ ქართულ სახელმწიფოს. და თუ მრავალენოვანებაზე მიდგა საქმე, ეს სახელმწიფო მრავალენოვანია. გესმით, ლეონტი მროველი წერს, რომ აქ არის გავრცელებული 6 ენა, ასახელებს ამ ენებს, ეს არის ქართული, სომხური, ბერძნული, ებრაული, ებრაულს ახსახელებს ავსვათ, ხაზარული და სპარსული რასაკვირველია. აი ხაზარებზე არის ხოლმე დავა, რა ხალხია ეს ხაზარები და რა ენა ხაზარული, იმიტომ რომ ეს ხაზარული მე ჩვენ გვხვდება ისტორიაში, მაგალითად აბატ ფილარის წამებაში, რომელიც რა თქმა უნდა ისტორიული ნაწარმოებია, ნერსე ერისთავი დახმარებას იღებს ხაზარებისგან. არა ეს ხაზარები ქრისტიანები არ ჩანან, მაგრამ არა საკმაოდ ველური და ისეთი ტომია. არც ისეთი ველურები ჩანან, იმიტომ რომ
ისინი მას ესე იგი სარკინოზების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებიან და ეს აი პოლიტიკური არჩევანი რატომ უნდა დაეხმარო ნერსეს და ქრისტიან ნერსეს და არ უნდა დაეხმარო სარკინოს ეს სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს მაინც ველური ხალხის პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის. მაგრამ ეხლა თქვა მორალზეა თუ არა დაფუძნებული ეგეც არის. მორალზე არ არის პოლიტიკურ არჩევანზეა და სწორედ ამაშია საქმე. სულ არ არის მორალზე საუბარი. აქ საუბარია იმაზე რომ ის სამეფო იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას რომ ნერსეს სჭირდება ქრისტიან ნერსეს სჭირდება დახმარება სანამ ის აფხაზეთში წავა ასევე ქრისტიანულ ნაწილში. ქართველური საზოგადოების ასე ვთქვათ. რის თქმა მინდა იცით ამით რომ ესე იგი ამ სპარსულთან ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს ქართულს, რადგან თქვენ დომინანტი ენები ახსენეთ. ძალიან დიდხანს ურთიერთობა აქვს არაბულთან. რა თქმა უნდა, ბერძნულთან აქვს ურთიერთობა გაქრისტიანების შემდეგ. შეიძლება რომ სპარსული დომინანტად ჩავთვალოთ აი იმ პერიოდისთვის? როგორ უნდა ჩავთვალოთ? სპარსეთი ჩვენ სპარსეთი არის იმპერია, რომელსაც ჩვენ ვებრძვით და ვიბრძვით იმისთვის, რომ თავი დავიხსნათ მისგან და არ არის დომინანტური? რასაკვირველია დომინანტურია? რა თქმა უნდა დომინანტურია. ამიტომ ქართულ ენაზე გავლენა მოახდინა სპარსულის ყველა ვარიანტმა. ძველმა სპარსულმა, საშუალო სპარსულმა, ფალაურმა და ახალმა სპარსულმა. ეს სამი სხვადასხვა ენა, ეს არ არის ერთი ენის სხვადასხვა პერიოდი, როგორც ქართული შემთხვევაში. გამიგეთ? ყველაზე ხანგრძლივი კავშირი ჩვენ გვაქვს ამ ხალხთან. ტრულია ეს კავშირი, მაგრამ ტრულ ურთიერთობებს განსაკუთრებული შედეგები აქვს ენაში. ენაში ეს ურთიერთობები აისახება მე. აუცილებლად ტოვებს ლექსიკას, ტოვებს მანახავ სინტაქსურ კალკებს და ასე შემდეგ. ხანგრძლივი ურთიერთობა გქონდა იმიცკია ჩამოთვლილი ებრაელებთან, აი მე მექვს ხალხ შორის ბერძნებთან, ბატონო ჩემო სომხებთან, სომხურ-ქართული ენობრივი ურთიერთობა იყო ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ენობრივი ურთიერთობა, რომელიც გააჩერა მე-19 საუკუნეში კავკასიაში რუსეთის შემოსვლამ. დამთავრდა ქართულ-სომხური ურთიერთობა და დაიწყო სომხურ-რუსული და ქართულ-რუსული, რუსულ-ქართული და რუსულ-სომხური ენობრივი ურთიერთობები. არ არის შემთხვევითი, რასაც ჩვენ გვიამბობს მაგალითად არდაზიანი თავის ნაწარმოებებში, რასაც აღწერს გიორგი ერისთავი, რასაც ჩვენ ხედავთ გაყრაში მაგალითად, რასაც ჩვენ ხედავთ სოლომონ ისააკის ჟღანუმაშვილში, ეს არის ქართულ-სომხური ენობრივი ურთიერთობა. და ეს ამ ქალაქში ხდება სადაც აღაჩვენავ. მაგრამ შემდეგ ეს წყდება და იწყება ჩვენ ხა ქართულ-სომხური ურთიერთობა ჩვენთან ხა ენობრივი ურთიერთობა ჩვენთან შეიძლება ითქვას რომ სულ ზღაპავს. არ არის ასე ცოცხალი კავშირები აღარ არის. გამიგეთ? ის უკვე გაშუალებულია სხვა ენებით. და იცი რა მაინტერესებს, აი თუ შეიძლება გამოიკვეთოს ესეთი რაღაც, რომელიღაცა ენას აქვს გავლენა და ეს ამდიდრებს, ხო, საბოლოო ჯამში ხა უცხო ენის გავლენა შეიძლება ამდიდრებდეს, ხო? აი როდის ხდება ეს სახიფათო? რა მომენტიდან ხდება სახიფათო სხვა ენის გავლენა უკვე ქართულზე თუ თქვენ ახსენეთ ცოტა ხნის წინ რომ შეიძლებოდა საბჭოეთის დროს ისე გეცხოვრა სულ აქ ცოდოდა რუსული და მეც განათლებული ადამიანი ყოფილიყავი. ნახოთ საბჭოეთის პერიოდში როგორი იყო მაგალითად ქართულ-რუსული ურთიერთობები. ამ დროს არსებობს 15 მოკავშირე რესპუბლიკა. ქართული სახელმწიფო ენაა და იცით თქვენ რა სირთულით არის ეს მიღებული. და ხალხი ისე გამოვიდა საბჭოთა კავშირიდან, ან პრობლემები ენობრივი პრობლემები იმემკვიდრა იქიდან, ხო? მაგალითად ახლა შუა აზიის ქვეყნებში სერიოზული პრობლემაა, მათ აქვს სახელმწიფო ენა და ეს სახელმწიფო ენა არ ფუნქციონირებს როგორც სახელმწიფო ენა. რუსული აგზელებს ამ ფუნქციის შესრულებას. უბრალოდ რუსულის გავლენა იყო იმდენად დიდი, რომ ის უკვე ქმნიდა სწორედ ეროვნული იდენტობისთვის საფრთხეს. და მთელი ჩვენი ეროვნული მოძრაობა მე-20 საუკუნეში, რომელიც საბჭოთა კავშირში დისიდენტური მოძრაობის სახით ჩამოყალიბდა, მიზნად ისახავდა ამას, ხო? ამისგან გათავისუფლებას. მაგრამ იერარქია, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირის დროს, არ ხელს უშლიდა ქართულს, რა თქმა უნდა. მაგრამ თუ შევადარებთ პოსტსაბჭოთა ვითარებას, ის უფრო მეტად იყო დაცული. უპირველეს ყოვლისა იმით, რომ ერთადერთი ენა, რომელთანაც მას ჰქონდა კონკურენცია, იყო რუსული და სხვა არც ერთი ენა. პოსტსაბჭოთა პერიოდში უკვე საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მდგომარეობა ძალიან გართულდა. ქართული შევიდა კონკურენციაში, იმ თავითვე წარგებულ კონკურენციაში,
თქვენ რო თქვით ეგრეთ წოდებულ დომინანტ, ანუ საერთაშორისო ენებთან. ეხლა თუ გადავხედავთ ჩვენ ენების პირველ ათეულს, ყველაზე გავრცელებული ენების პირველ ათეულს, ესე იგი პირველ ადგილზე არის ინგლისური გამოყენების არეალის გამო, თუმცა მასზე რაოდენობრივად დიდია ჩინური, რომელიც მეორე ადგილზეა, მაგრამ ჩინურს თავისი სპეციფიკურობის გამო, რომელიც გვიცავს ჩვენ შეიძლება ითქვას, არა აქვს გავრცელების ის არეალი, რაც აქვს ინგლისურს. მესამე ადგილზეა ჰინდი და ურდუ, მერე მოდის ესპანური, შემდეგ მოდის პორტუგალიური, მეექვსე ადგილზე იყო რუსული და ახლა ფრანგული სად არის ახლა? ფრანგული ძალიან შორს არის. ფრანგული არის მერვე მეცხრე ადგილზე და კიდევ უფრო შორს არის ახლა. არ გაუხარდებათ მათ ეს, მაგრამ ნამდვილად ასეა. იტალიური მაგალითად მე-11 ადგილზე იყო 1-20 წლის წინ და არ მგონია ახლა ისევე ადგილი ეკავოს. მაგრამ პირველ ხუთეულში რუსული აღარ არის. დიდი ხანია აღარ არის და ის კიდევ უფრო და უფრო მეტად კარგავს, იმიტომ რომ 15-ვე საბჭოთა რესპუბლიკა დაკარგული აქვს გავლენა აღმოსავლეთ ევროპაზე, სადაც რუსულს ჰქონდა ძალიან სერიოზული გავლენა. მართალია ჩვენ ახლა ქუჩებში ვხვდებით რუსებს და სამწუხაროდ საქართველოში იზრდება რუსული ენის მივიწყებული ფუნქციები, მაგრამ იმედია რომ ჩვენ ამისგან თავს დავიცავთ და რუსულს არავითარ შემთხვევაში ალბათ ეს აღარ წავა შორს. მე იმედი მაქვს. რა არ წავა შორს? აი ეს ამბავი რაღაც თუ იზრდება ეს რუსულის ასე ვთქვათ გამოყენების რაღაც შემთხვევები ჩვენთან, მე არ ამგონია რომ ეს ხანგრძლივი იყოს. ალბათ აქ რა გითხრათ, ასე შვიდად მე პირადად არა ვარ, მე სპეციალურად ნაშრომი დავწერე ამაზე რუსული ენის ფუნქციები თანამედროვე საქართველოში და მივიღე არც თუ სასიამოვნო შედეგები და ყურადღება ნამდვილად საჭიროა და ამის როგორც ახლა მოდაშია ბაზარზე მინდობა არ შეიძლება. იმიტომ რომ ბაზარზე რუსული ენის გამოყენების ხარისხი იზრდება. რაც შეეხება ყველაზე მეტად დომინანტურ ენას, რომელიც თქვენ ბრძანეთ ინგლისურს, ხა ინგლისურის მდგომარეობა არის განსაკუთრებული ფაქტობრივად აჭარბებს ლათინურსაც კი, რა ფუნქციაც მას ჰქონდა შუა საუკუნეების ევროპაში. კიდევ უფრო მეტია მისი ფუნქცია, მისი გამოყენების არეალი. ინგლისური საერთოდ არ უკავშირდება განათლებას, თქვენ ბრძანეთ, რომ განათლებული ადამიანი ვერ იქნება ინგლისურის გარეშე. ინგლისურის გარეშე კარგი მკერავი ვერ იქნება, განათლებული ადამიანს ვინ ჭირავს. ინგლისური ენის დომინანტობა იმდენად დიდია, რომ ზოგჯერ შეიძლება კაცმა ვერც კი წარმოიდგინოს მისი მასშტაბები, მაგრამ ამის მიუხედავად თვითონ ინგლისურსაც გარკვეული ენები უწევენ კონკურენციას. მაგალითად, თვით ამერიკის შეერთებულ შტატებიც რო ავიღოთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძლება ინგლისურ ენაზე მეტყველთა რაოდენობა უფრო მცირე იყოს ესპანურ ენაზე მეტყველთა რაოდენობასთან. ამიტომ არის რომ ამერიკის კონსტიტუციაში არ არის გაგება სახელმწიფო ენა, რადგან ეს ქმნის პრობლემებს. და სოციალურ დღე ახლანდელი პრეზიდენტი არის პირველი ადამიანი, ვინც ინგლისურს მისცა ოფიციალური სტატუსი და ამას მოყვა ამერიკის ლინგვისტთა ასოციაციის პროტესტი, როგორც და ჩაითვალა ეს არადემოკრატიულ მოვლენად. და რეალურად რომელიმე ენის გამოყოფა პრობლემატური ხდება, გამიგეთ, რადგან ესპანური საზოგადოების რაოდენობა იზრდება, არკლებულობს და ხო თქვენ ამერიკაში მის მიხედვით სად მოხვდებით, შეიძლება აღმოჩნდეთ ადგილას, სადაც არაფერი არ გესმით ესპანურის გარდა. თქვენ გიპასუხებენ ინგლისურად, თქვენ ისაუბრებთ ინგლისურად, მაგრამ მათი ყოველდღიური ურთიერთობის, განათლების, მეცნიერების და კულტურის ენა არის ესპანური. ამიტომ იმის თქმა, რომ ინგლისური არის ერთადერთი ენა ამ წუთას დომინანტი, თვითონ მასაც გარკვეული წინააღმდეგობები ხდება. მაგალითად, ჩინური ენოვანი მართალია, ინგლისურისა და ჩინურის ნარევი ენებიც კი გვაქვს უკვე მიღებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩინური გავლენისგან ჩვენნაირ ტრადიციულ საზოგადოებებს თუ რამე იცავს, ეს არის თვითონ ჩინურის განსაკუთრებული სპეციფიკურობა, რომელთანაც ისტორიულად არაფერი არ გვაერთიანებს. ანუ ეს არ არის ინდოევროპული ენა, ამას გარდა ეს არის საერთოდ ძირეული ენა, ამ ენების რაოდენობა ისედაც მცირეა, თუმცა გავრცელების არეალი ძალიან დიდია. მათი შესწავლა ხდება, მაგრამ ისე სწრაფად არა, როგორც ფლექსიური ენებისა და უშუალოდ როგორც არის
ინგლისური და მისი მონათესავე, ასე ვთქვათ, ერთი მხრივ რომანული ენები, მეორე მხრივ გერმანიკული ენები, სლავური ენები და ასე შემდეგ, რაც კი არსებობს აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში. თქვენ წარმოვიდგინეთ, რომ იაპონური შესწავლაც გაცილებით ადვილია, მით უმეტეს ქართველისთვის, იმიტომ რომ იაპონური და ქართული ერთი ტიპის ენა, ორივე აგლუტინაციური ენა, აი ეს განსაკუთრებულობა ენის ამისი ძირეულობა, რომელსაც არ გააჩნია მორფოლოგია, ძალიან მძიმე სინტაქსი აქვს, ასე ვთქვათ, და ასე შემდეგ, რაც აი ტიპოლოგიურ კავშირებსაც კი ძნელად ამყარებს ქართულთან, ეს არის ერთ-ერთი დაცვის საშუალება. ის გამოც იგი ნაკლებად ვრცელდება. მაგრამ ყოველთვის შეიძლება ენის გავრცელება გამოიყენო სასიკეთოდ. ხო, სწორია რა, ძირითადად ასე უნდა გამოიყენო, ასე ვთქვათ. წესით. წესით, ხო, დიახ. თუ ლიმონს გთავაზობენ, შაქარი დააყარეოს ცნობილი ამისა, როგორ დავაყაროთ შაქარი, ასე ვთქვათ ამას. რა თქმა უნდა, სიტყვები სულ შემოვა და ვერ ვწდებით ჩვენ ამას და არც უნდა დავიცვათ თავი ამისგან. ანუ ზომიერება ნამდვილად საჭიროა, მე იმის თქმა კი არ მინდა რომ ჩვენ გავაღოთ კარი და საერთოდ არ მივაქციოთ ყურადღება რა სიტყვა შემოვა. იცოდეთ თქვენ რომ ინგლისურენოვან საზოგადოებაში არავინ არ ფიქრობს რომ სიტყვა გააჭიროს. ისინი იღებენ სიტყვებს. იღებენ სიტყვებს და არ ეძახიან მას შეურაცხყოფელ სახელებს, არ ეძახიან ბარბარიზმებს და არ იბრძვიან მის წინააღმდეგ. მაგრამ ქართულ ენაში ასეთი მდგომარეობა რომ ჩვენ ისტორიულად სულ ვიცავთ თავს. აი ყოველი ჩვენი ასე ვთქვათ, ისტორიული ნაწარმოები ყოველთვის გვასწავლის რა შეიძლება ენობრივად და რა არ შეიძლება ენობრივად. მაგალითად, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი რო ავიღოთ, სულხან-საბა ორბელიანის შესავალში ამოსვლა ძირითადად იმიტომ შევქმენი ლექსიკონი, რომ ქართველებს დავიწყლონ და წმინდა ქართული სიტყვები, ასეთ რამეს ამბობს, გამიგეთ, და იმდენი სიტყვა შემოსულიყო ჟამთა ვითარებით, რომ მინდოდა ქართველებს წოდნოდათ სად გადის ზღვარ ქართულსა და შემოსულ სიტყვებს შორის. ანუ მიზნად ისახავს, გამიგეთ? თინიკო, აი სწორედ ეს მინდოდა მეკითხა. ანუ საბა ამას ამბობს. დღეს თანამედროვე ვითარებაში არსებობს შესაბამისი კომისიები, რომელიც ამას მკაცრად აკონტროლებს. მაგრამ ალბათ იყო პერიოდი, როდესაც რაღაც ინსტინქტების დონეზე ხდებოდა, ხო, ენის დაცვა. მაშინ როდესაც იყო დომინანტი ენები, თუნდაც ბერძნული, როდესაც იყო დომინანტი, შემდეგ, თქვა, სპარსული, არაბული, ასე შემდეგ წამოვიდა სხვა ენები. აი, რას ფიქრობ ამაზე შენ? აი, რანაირად ხდებოდა, როგორ წარმოგიდგენია კი რა, როგორ იცი შენ? რანაირად ხდებოდა ენის დაცვა მაშინ და თანაც სხვადასხვა ეტაპზე, მაგალითად იყო ეტაპი, როდესაც ქვეყანა იყო პოლიტიკურად დაქვეითებული შედარებით, შესაბამისად კულტურულადაც, ამ დროსაც ხდებოდა რაღაც ექსპანსია. და მაშინაც როცა უფრო გაძლიერებული იყო ეკონომიურადაც, პოლიტიკურადაც, მაშინ ალბათ უფრო სხვა პერიოდი იყო, სხვა სურათი გქონდა. აი როგორ ხდებოდა ეს პროცესი საუკუნეების განმავლობაში? მოდი ჯერ დღევანდელზე ვიტყვი თქვენ ბრძანეთ, რომ დღეს არსებობს კომისიები, რომელიც კაცრად იცავენ. კომისიები არსებობს, მაგრამ სიმკაცრე არ გამოდის. ანუ ჩვენ თუმცა სურთ. ჩვენ ასე ვთქვი, მე თავად ვარ ამ კომისიის წევრი, ქართული სალიტერატურო ნორმათა დამდგენი ექსპერტთა კომისიის წევრი, რომელიც სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან არსებობს. ნამდვილად კარგად მუშაობს ეს კომისია. ნამდვილად ბევრი ნორმა განაახლა, ახალი ნორმები მიიღო, მთელი მიმართულება ტერმინოლოგიის დადგენის, მაგრამ ერთი პრობლემაა, იმდენად სწრაფია ეს ურთიერთობები, რომ ვერანაირი ლინგვისტური ორგანიზაცია ვერ ეწევა ამ პროცესს. ეს დღევანდელი პრობლემაა, ხო? თქო, ვერ ეწევა ამ პროცესს, გამიგეთ, აი მაგალითად თქვენ ვერაფრით ვერ დაეწევით. პროცესს თუ გინდათ რომ თარგმნოთ წიგნი მაკროეკონომიკაში, ვერაფრით ვერ დაგკვირდებით, რომ თქვენ ყველა ტერმინის შესაძლოს იპოვეთ ქართულად და არ დაგჭირდებათ ან ახალი ტერმინის შექმნა, ან პირდაპირ ისე გადმოტანა, როგორც იქ არის მოცემული, გამიგეთ? რაც მერე იწვევს საზოგადოების უკმაყოფილებას. თუ შევადარებთ საბჭოთა პერიოდს, საბჭოთა პერიოდის რიტმი, ცხოვრების რიტმი და თანამედროვე რიტმი ხო სრულიად განსხვავებული. კი, რა თქმა უნდა. გამიგეთ? აი ანუ იქ როგორ მუშაობდა იმდროინდელი ადმინისტრაცია, თან მათ შორის ლინგვისტური ადმინისტრირება. ნუ რაღაცა წიგნი იქნება რუსულად, მაგალითად მშენებლობაში. იქნება ეს ტერმინოლოგია რუსულ ენაზე. საქართველოში ჩამოდის ეს წიგნი, აქ ხდება ლინგვისტთა ჯგუფი, ენათმეცნიერების ინსტიტუტის სახით და მეორე მხრივ ხდება მშენებელთა სპეციალობით მშენებლები, არქიტექტორები და ასე შემდეგ. ესენი ცხადებიან ერთად, მუშაობენ ერთად და მუშაობენ ხანგრძლივად, მაგალითად 2 წელი და 2 წლის შემდეგ გვაქვს
ესე იგი მშენებლობასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის ძალიან კარგად ორგანიზებული სისტემა. გამიგეთ, ზოგიერთი სიტყვა რა თქმა უნდა ნასესხებია, ზოგიერთი სიტყვა ძირით არ არის ქართული, მაგრამ წარმოება აქვს ქართული, ზოგი მთლიანად ქართულია. ეხლა წარმოვიდგინეთ დღევანდელი ვითარება. დღეს როდესაც ჩვენი ვალდებულება რომ როგორც ევროკავშირისგან სწრაფი ქვეყანა ის რომ თარგმნოთ ყველა ჩვენი კანონი ინგლისურ ენაზე ევროკავშირისთვის და მეორე მხრივ თარგმნოთ ევროკავშირის ყველა კანონი ქართულ ენაზე რომ მათ შორის იყოს ესე ტერმინი გამოიყენება ჰარმონიზაცია მოხდეს ამ კანონებისა და კანონების ჰარმონიზაცია რას ნიშნავს რომ ტერმინები ერთნაირად უნდა გვესპოდეს გამიგეთ შინაარსი ტერმინის ამდენად ამ ტერმინს ან ქართულ ვარიანტი ეძებნება უკვე არსებული ვარიანტი ან ახალი იქმნება ან პირდაპირ ლათინური ან ძველი ბერძნული ძირი გადმოდის და იწარმოება ქართულად მაგრამ თუ ამას ყველა ვერ დაელოდება გამიგეთ ეს პროცესი ხანგრძლივი შრომას გულისხმობს და ბაზარს აგვიანდება ხანგრძლივი შრომისთვის არც ძალია აი აქ იწყება აცდენა ხო მაგრამ კანონები ხო მაინც ის არის რა ქვია რაღაცა ხო არ არის ეს რაღაცა რომაც შემოქმედებითი ტექსტებია რა კანონები თქვენ სულტურულად ლაპარაკობთ ირონიით კანონები არის ღრმად შემოქმედებითი პროცესი ნუ აწყენებთ იურისტებს ნამდვილად ღრმად შემოქმედებითი პროცესია ნამდვილად მეც მეგონა დიდხანს რომ ერთ-ერთი მე მგონი ჩვენი კოლეგა წავს რომ მადლობა ღმერთს არა ვარ სანოტარო კანტორაო რა ასე ადვილად არ ყოფილა სანოტარო კანტორების საქმე ეს ძალიან დიდი სერიოზული ლინგვისტური შრომაა და თუ იქ რამე დარღვევა აი მაქედან იწყება რაც იწყება და პოეზია არ იწყება ნამდვილად სხვა რამე იწყება ამას იმიტომ გეუბნებით რომ დიახ კანონ შემოქმედება არის ყველაფრის საფუძველი ხანდახან ხალხი და ქვეყანაც კი წარმოვიდგინეთ დაუჯარიმებიათ იმის გამო რომ ტერმინის გაგება არ დაემთხვა მათ რაღაცა ნაბიჯი გადადგეს და გამოირკვა რომ კანონის საწინააღმდეგო მოქმედება ჩაიდინეს რატო იმიტომ რომ ტერმინი არ იყო სწორად გაგებული რა არის დაშვებული და რა არის უარყოფილი ძალიან სახიფათოა ასე რომ ეს ისეთი კანონ შემოქმედება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას რო ეხება ასე ვთქვათ ამიტომ რის თქმა მინდა იცით რომ აი ეს დრო ეხლა ეს აჩქარებული რიტმი გამიგეთ ჩვენ ეხლა ვართ ძალიან დიდი მსოფლიოს ნაწილი რომელიც არ ისვენებს არც დღე არც ღამე და საბჭოთა კავშირის დროს ეს იყო სიმშვიდე გამიგეთ წამგებიანი კი იყო სიმშვიდე მაგრამ იყო სიმშვიდე და ჩვენ არა ვართ ამაზე აწყობილები ამას დიდი თანხა ჭირდება ისე რა სოფლიოც არ იყო ალბათ ესე გადარეული მაშინ ურთულს ჩვენ ასე უყურებდით აქედან ალბათ უფრო სწრაფი იყო ვიდრე ჩვენ მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი რას დღეს ხდება ეს ალბათ რასაკვირველია გლობალიზაციის ხარისხი ახლა ისეთია რომ ეს ოდნავადაც ვერ მოვა თუნდაც 30 წლის და ტექნიკური საშუალებები კიდე და გლობალიზაციის შემადგენელი ნაწილი ტექნიკური საშუალებების გარეშე გლობალიზაცია არ ხდება რაც ახლა ჩვენ ცოტა ხნის წინ მობილურ ტელეფონზე ნაწილობრივ ხომ ვთქვით რეალურად ეს უკავშირდება ამას გლობალიზაცია ამაზეა დაფუძნებული საერთო ინტერესები, საერთო ტექნიკური ინტერესები, საერთო და მცირედ საერთო ჰუმანური ინტერესები. ხალხი ერთმანეთისგან განსხვავდება სწორედ კულტურული ინტერესებით, მაგრამ ძალიან მსგავსია ტექნიკური ინტერესებით. ყველას უნდა რომ ქონდეს ცხელი წყალი და ცივი წყალი, ყველას უნდა რომ ქონდეს გათბობა, ყველას უნდა რომ ცხოვრობდეს მეასე სართულზე, სადაც კარგი ხედია. ამაში ადამიანები ერთნაირები არიან. მაგრამ როგორც კი საქმე მიდგება კულტურაზე, აი აქ იწყება ბრძოლა. რომელი კულტურა უნდა ავირჩიოთ, რა ენოვანი უნდა ვიყოთ და რომელი ენოვანი კულტურა უნდა და რადგან კულტურას შევეხეთ, მოდი დავბრუნდეთ ისევ ჩვენს წარსულში და იქიდან წამოვიდეთ. დიახ, ის თქმა მინდოდა, იცით ამ ინგლისურთან დაკავშირებით, რომ ესე იგი ამას დიდი თანხა ჭირდება, ჩვენ რომ სერიოზულად დავიცვათ თავი. აბსოლუტური პურიზმის წინააღმდეგი ვარ ყოველთვის და ხაზგასმულად ვამბობ ამას. არ მიმაჩნია რომ ყველაფერი უნდა იყოს ქართული და არავითარ შემთხვევაში ამ გზაზე არ უნდა დავდგეთ წამგებიანი გზა მაგრამ იმისთვის რომ ქართული არ იყოს მარტო მორფოლოგია და სინტაქსი და არ დაემსგავსოს ეს მართლაც ემას რა ქვია კრეოლიზებულ ენას და პიჯინ ენას რა თქმა უნდა დიდი თანხა ჭირდება ძალიან თანხა ჭირდება იმას რომ სპეციალისტები ლინგვისტებთან ერთად ისხდნენ და მუშაობდნენ ტერმინ შემოქმედებაზე ხანგრძლივი პროცესია როგორც გითხარით ხანგრძლივი პროცესი დიდ თანხას გულისხმობს გამიგეთ ამ შემთხვევაში არც ერთი სხვა დედამიწაზე ქვეყანა არ არის რომელიც სახელმწიფო ენა არის ქართული
ერთ-ერთი ქვეყანა არის საქართველო. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა იზრუნოს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო. სხვა არ იზრუნებს და არც მოეთხოვება. და ზრუნვა უკავშირდება თანხას. და რო გითხრათ რომ ახლა მაშინ ძალიან მდიდრად ვართ. და რასაც გადავწყვეტ, ყველაფრისთვის გვექნება თანხა, არ არის ასე ჩვენი საქმე და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ თავს ვერავარიდებთ ზედმეტ სიტყვათა სესხებას, ჩვენ თავს ვერავარიდებთ ინგლისური ენის ცუდ გავლენას და ასე შემდეგ. ეს არის მატერიალური რესურსის უკმარობა, ხო? დიახ, ერთი და მეორე მხრივ, მწირი პროგრამული უზრუნველყოფა ენის ეს ალბათ თანხასთან არ დაკავშირებული. რასაკვირველია, ესეც ამასთან არის დაკავშირებული და ამას ემატება კიდევ კოკობზიკობა, უცხოენოვანი სიტყვების აქეთ-იქით ფრიალით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში სახუმრობთ ვიტყვი აჯენდაზე. ესე იგი, აი რამდენი ბოლო დროს როდის გაიგეთ, მაგალითად კონფერენციის პროგრამა, ან შეხვედრის პროგრამა. მე იმდენად ხშირად მესმის აჯენდა, რომ მე ამას იმერული ფორმა არსებობს. დედაშვილს სკამზე აჯენდა, მოგეხსენებათ, იმასთან ვაკავშირებ ყოველთვის და სანამ ეს აჯენდა არ იქნება დაჯენილი თავის ადგილზე, ამ საქმეს არაფერი არ ეშველება. გამიგეთ, ამიტომ თან ძალიან საინტერესო არის ის, რომ თვითონ ამ აჯენდას ინგლისურში აქვს ორი მნიშვნელობა. ერთი ეს არის კონკრეტული პროგრამა, მაგალითად კონფერენციის და მეორე ეს არის პოლიტიკური ორგანიზაციის მაგალითად ან მოძრაობის ან საზოგადოებრივი გაერთიანების პროგრამა. მომავალი ხედვები. გამიგეთ? აი ჩვენთან რომ ამობენ. დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი, აი ეს არის აჯენდას არასწორი თარგმანი. აქ უნდა იყოს პოლიტიკური მიზნები და არა დღის წესრიგი. გამიგეთ? ანუ ამ აჯენდა თვით ინგლისურში შეიძინა ორი მნიშვნელობა, ერთი პროგრამის და მეორე მხრივ მიზნების და ეს ქართულად აჯენდა არ ვთქვათო და ადგენდა დღის წესრიგი ჩასვეს და მიიღეს პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც სრულიად არასწორია. გამიგეთ? ხა ეს რამდენჯერ არის გამოყენებული, დათვალეთ Google-ში ჩაწერეთ ეს სიტყვა და რა რაოდენობას მოგცემთ, თუ გინდათ ეხლა ჩავატაროთ ეგ ექსპერიმენტი, ვერ დათulis ვერავინ და ხა ამის წინააღმდეგ ბრძოლა სამწუხაროდ არის. წამგებიან რომ რა გამოდის თვითონ ინგლისურში მომხდარი აი პოლისემი ახსენეთ თქვენ ინგლისურში მომხდარი პოლისემიურობა აისახა ქართულზე მაგრამ ამ შემთხვევაში დაეჯახა ქართულისთვის ბუნებრივ ენობრივ კოლოკაციას ასე ვთქვათ იმიტომ რომ დღის წესრიგი ჩვენთვის არის აი კონკრეტული შეხვედრის გეგმა ან კონკრეტული შემთხვევის პროგრამა და არა მომავალი გეგმები მომავალი გეგმებისთვის ჩვენ სწორედ ამ სიტყვას შეთანხმებას ვიყენებთ მომავალი გეგმები ან გეგმები ან მიზნები და არა დღის წესრიგი მიზნები ხა მაგალითად ჩვენი დღის წესრიგი ჩვენ არ გვაქვს დღის წესრიგი ასე ვთქვათ იმ გაგებით როგორც პოლიტიკოსები იყენებენ ჩვენ გვაქვს სასაუბრო თემა ამ ჯერზე რაც შეეხება წარსულს რომელიც თქვენ ბრძანეთ ყველაზე ხანგრძლივი და რამაც ნამდვილად გავლენა მოახდინა ქართულზე და ეს გავლენა დარჩა ქართულში ეს არის ძველი ბერძნული ენის გავლენა რასაკვირველია ბიზანტიური ბერძნულის გავლენა თქვენ ახსენეთ გაქრისტიანებასთან დაკავშირებული ის რომ ქართული სალიტერატურო ენა ეს არის ჩვენი გაქრისტიანების ერთ-ერთი სერიოზული შედეგი ის რომ მთელი ეს ქრისტოლოგიური ლიტერატურა ქართულად არის გადმოტანილი ის რომ ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა თარგმნილია ქართულად ის რომ ეგზეგეტიკა თარგმნილია ქართულად და არსებობს ქართული არა მარტო თარგმნილია ქართული ეგზეგეტიკა არსებობს ანუ როგორ გავიგოთ ეს ტექსტები როგორია მისი ინტერპრეტაცია რა შინაარსი უნდა ჩავდოთ მას და სკოლები არსებობს საერთოდ რომელიც არა მხოლოდ საქართველოში არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩამოყალიბდა და განვითარდა დიახ მაგალითად ეფთი ათონელების სკოლა მაგალითად პეტრიწის სკოლა ხო ეს მაგრამ რო გითხრათ რომ ესეთი მარტივი ეს ენობრივი პოლიტიკა მათი ვერ ვიტყვით ასე პეტრიწის ენობრივი პოლიტიკა ძალიან რთულია და ძალიან ძნელია ამ ტექსტების გაგება გამიგეთ მათ შორის ფილოლოგებიც დიდხანს და სერიოზულად დაობენ რომელი ადგილი როგორ შეიძლება იქნეს ინტერპრეტირებული სულ სხვაგვარია ათონელებთან ასე ვთქვათ ეს ენობრივი პოლიტიკა ისინი ამბობენ რომ აი უკვე ადამიანებმა, ქრისტიანებმა, გაქრისტიანებულმა ქართველებმა რძით კვებიდან უკვე შეიძლება მათი ხორცის კვებაზე გადაყვანა და შეიძლება უფრო გართულება, ასე ვთქვათ, რაღაცა თარგმანებისა, რადგან ეს საზოგადოება მომზადებულია
ამ ტიპის ტექსტების წასაკითხად და გასაგებად. ამიტომ ეს ყოველთვის პრობლემური საკითხია ინტერპრეტაციები, რაც თქვენ ახსენეთ, ინტერპრეტაცია ყოველთვის სერიოზული რამ არის, ძალიან ბევრი რამ დაგვრჩა ჩვენ. მაგალითად, თვით ვეფხისტყაოსანშიც კი, თათბირი და გამორჩევა. თათბირი არაბული სიტყვა და გამორჩევას ნიშნავს. ანუ შეკრებას რაღაცის გადასაწყვეტად. და შოთა რუსთაველი ორივე სიტყვას ერთად იყენებს დაკავშირით. ხო? ან დაუშვათ კერეონი და სანთელი. ან წმინდარი და მარტველი. გამიგეთ, ამდენად ორივე ერთად შემთხვევით ხო არ არის შეკრებილი იქ. აი ეს შეკრება დაკავშირით, რომელიც მარტო ქართულს არ ახასიათებს, ეს საერთოდ ასეთი მოვლენა არსებობს. ამ ფრჩხილებში მიწერა ქართული შესატყვისის. მოწამე და მარტველი გინდოდა გეთქვა, ხო? მე წმინდანი ვთქვი? ხო. დიახ, მოწამე და მარტველი რასაკვირველი, სწორედ ამ ტიპის არის. გამიგეთ, დაკავშირით შეერთებული ერთ და იგივე მნიშვნელობის მქონე ქართული და ბერძნული წარმოშობის სიტყვები. გამიგეთ და პურიც მათ მოხდება. თუმცა პური კი ბერძნულია, მაგრამ თუ ძალიან შორს წავალთ, მას კიდევ უფრო ძველი წარმოშობა აქვს, ის მოდის თლად სანსკრიტიდან. და გულისხმობს ისეთ კვერს, რომელიც რომელიმე დიდ წმინდა დღესასწაულზე იქმნება. წარმოიდგინეთ და არა პურს, რომელიც ახლა ყველგან იყიდება მაღაზიაში, სხვადასხვაგვარი ყოველდღიური მიზნებისთვის. ამდენად არ არის საწყენი, რომ პური არ არის ქართული სიტყვა. ის უკვე ჩვენი ენის ნაწილია. საკრალური ნიშნობა. საკრალური იყო თავიდან, დიახ და ახლა გახდა, დიდი ხანია გახდა ყოველდღიური. რაც შეეხება ამ ბერძნულისგანაც გვიხდებოდა ჩვენ თავის დაცვა. არ იყო ადვილი საბერძნეთის მაშინ ბიზანტიის იმპერიაში ადგილის მოპოვება. ხო არ იქნებოდა ცხადია. დიახ, რამდენად არ იყო და აჩვენებს ამას ათონელების ცხოვრება, როდესაც ესე იგი ისე მოიწონა დუკიცი ასე ვთქვათ ექვთიმე, რომ ეუბნება რომ თქვენო წარმოშობით კი ხართ ქართველი, მაგრამ თქვენი განათლებით ნამდვილი ბერძენი ხართ. აი ეს ნამდვილი ბერძენი, რომ ბერძენი ადამიანი და ყველა სხვა დანარჩენი არის, იცით თქვენ, ბარბაროსი და ქართველებიც ბარბაროსებში ხდებიან და მხოლოდ გამორჩეულნი ხდებიან ბერძენი. და დიდი ნაწილი ბარბაროსად რჩება, აი ეს დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა მარტივი ასატანე, იმიტომ რომ ეს ძალიან მძიმეა გადასატანად, როცა გეუბნებიან, რომ ბარბაროსი ხარ და გამონაკლის სახით ვიღაცები გახდებიან ნამდვილი ბერძენი. ამიტომ არ არის გასაკვირველი, რომ ქართული საზოგადოება სულ ფიქრობდა იმაზე, რა მომავალი შეიძლებოდა ქონოდა ქართულს. და აი ქება და დიდება არის ყველაზე კარგი ტექსტი ამ თვალსაზრისით. ყველა ამბობს, რომ ესე იგი ეს არის ტექსტი ქართული ენის განსაკუთრებულ მომავალზე და არავინ არ აქცევს ყურადღებას იმას, რომ ეს არის ძალიან რეალისტი ადამიანის დაწერილი ტექსტი, რომელსაც ერთ-ერთი სურვილი აქვს ქართული ბერძნულ ენასთან ერთად გამოიყენებოდეს. მარტო კი არ გამოიყენებოდეს. ისინი არიან დანი, ვითარცა მარიამ და მართა და ვინ არიან დანი, ბერძნული და ქართული. მას უნდა რომ ქართული იყოს ბერძნულის და ეს კი არ იყოს ბერძნულისგან დაჩაგრული და ესე იგი განსაკუთრებულ და იშვიათ შემთხვევებში კი არ გამოიყენებოდეს და ზევიდან კი არ უყურებდეს ბერძნულ-რომანის საზოგადოება ქართულს, რამედ ისინი იყვნენ დები. ეს ძალიან საინტერესო რამაა, ზოგადად და ინდოევროპულ ტრადიციაში და გამოიყენება ჩვენ ვამბობთ მონათესავე ენა, ხო? ინგლისურში არის და ენა, sister language. დიახ, და იქიდან მოდის ეს. სწორედ ძველი ბერძნულიდან. ამ შემთხვევაში ნათესაობაზე კი არ მიუთებს, ხა ქართული და ბერძნული გახდებოდნენ ნათესავენი, მაგრამ ურთიერთობა იყოს ისეთივე სოლიდარული, როგორც არსებობს დებს შორის. ანუ იერარქიული კი არ იყოს, არამედ თანაბრობის იდეა. აბა რატო ითარგმნება ყველაფერი და რატომ იქმნება ქართული გზაკეთი. აი სწორედ თანაბრობის იდეით ხდება ეს ყველაფერი გათანასწორების, ბერძნულთან გათანასწორების იდეით. ეს ძალიან სერიოზული პრობლემა იყო ბიზანტიაში და ჩვენ ისე დროს შევძელით ეს, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი მომავალი. ის რომ ჩვენ დღეს ქართული გვაქვს სალიტერატურო ენა, სამწუხაროდ მას ძალიან შეეკვეცა ფრთები გამოყენების თვალსაზრისით საბჭოეთი, რადგან ვახსენეთ, საბჭოთა კავშირში ქართულ ენაზე ვითარდებოდა ბირთვული ფიზიკის ტერმინოლოგია, კოსმოსური ფიზიკის ტერმინოლოგია, ასტროფიზიკის ტერმინოლოგია, რასაც ახლა ვერ ვიტყვი, რა თქმა უნდა. ეს სწორედ არის საბჭოთა
ბოდიში ვიხდი, ამის საფუძვლები არის ძველ ბერძნულ სამყაროში, ბიზანტიურ სამყაროში, როდესაც საქართველოს მოიპოვა, ქართულმა ენამ მოიპოვა ეს უფლება და ქართველები იმ დროზე ოცნებდნენ, როდესაც ქართული და ბერძნული იქნებოდნენ დები, თუმცა ბოლო ენა განკითხვისა იქნებოდა ქართული, იმიტომ რომ საწყისი ენა დაკავებული იყო, მოგეხსენებათ, სამი წმინდა ენის თეორია არსებობს, ხო? ძველი ებრაული, ბერძნული და ლათინური და რადგან ეს ადგილი დაკავებულია, ძალიან საპატიოა ბოლო ადგილი. წერტილი ყოველთვის საპატიოა. ვინც ამს წერტილს. თინიკო, ხარ ცოტა დრო დაგვრჩა და იცი რაზე მე არ ვიცი რამდენად იქნები ჩვენ დები, ანუ ქართული და ინგლისური რამდენად იქნებიან დები, არ ვიცი, გამიგეთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვესწრაფოდეთ, რომ ასე თანასწორობა გქონდეს ბერძნულ ყოველ შემთხვევაში ინგლისურთან. ვერც ნაკლები ვერ ვიქნებით, ხო? ოსლოში გული და სულით არ გვინდა, არა. სულით და გულით არ გვინდა. შევეგუებით. სულით და გულით არ გვინდა, რომ ზემოდან გვიყურებდნენ ნამდვილად. თინიკო, აი, კიდე მინდოდა ერთი რამ მეკითხა. აი, ენების ოჯახთან დაკავშირებით. აი, რასთან არის მაინც ქართული აი მაყურებლისთვის? ჩვენ ვიცით ესე ყოველთვის როგორც ვისწავლებთ, რომ ეს არის ქართველური ენები. დიახ. რაღაც კავკასიურ ენათა ოჯახში ერთიანდება, მე მგონი ამასთან დაკავშირებით შეცვლილია ახლა დამოკიდებულება და ინდოევროპულ ენასთან უწევან შენ დამპირდი, აი ამასაც ვიტყვი, რაღაცა განსაკუთრებული ასე ვთქვათ დამოკიდებულება ქართულს ეს არ არის ვთქვათ ჩინური არ არის ხო ესა ინდოევროპული ჩვენთვის. არა, არავისთვის არ არის ინდოევროპული. ჩინური არ შედის ინდოევროპული ენათა არა, სხვა რაღაცას ვამბობ. ეს იგივე არ არის ჩვენთვის რაც ჩინური თქო. დიახ, გავიგე, დიახ. თქვენ გულისხმობთ ისტორიულ ენობრივ კონტაქტებს, ასე გავიგე, ხო? როგორ არის, იცით, ქართულ ენათა ოჯახში შედის ამჟამად 4 ენა, ეს არის ქართული, მეგრული, ლაზური და სვანური, ამათგან განსაკუთრებული არქეოლოგიით გამოირჩევა სვანური, განსაკუთრებული არქეოლოგიით, მისი ჩრდილოკავკასიურ ენებთან ურთიერთობის გამო, მეგრულთან განსაკუთრებული ურთიერთობის გამო, მეგრულს ესეთი შუამოვლის მდგომარეობა აქვს სვანურსა და ქართულს შორის. ტერმინები სხვადასხვა მეგრულ-ლაზური ერთიანობისთვის ხან გამოიყენება არნოლდ ჩიქოვოს არჩეული ტერმინი ზანური, რომელიც თავის მხრივ მოდის ძველი ბერძნული ხალხთან ჩამონათვალიდან აქვს ეს აღებული სანები, ანუ იგივე ზანები. მე აკაკიშანის ტერმინი მომწონს კოლხური, რომელიც პირდაპირ უკავშირდება კოლხეთის სამეფოს, სადაც ცხოვრობდა ამენოვანი საზოგადოება, ქართულ, სვანურ, მეგრულ და ლაზურ ენებზე მოლაპარაკე. მაშინ მეგრულ-ლაზურ საერთო ენაზე მოლაპარაკე საზოგადოება იყო სწორედ ნაწილი იმისა, რა ქვია, კოლხეთისა, ამიტომ ეს ტერმინი უფრო ახლოს არის მე მგონი ისტორიულ ვითარებასთან და ამიტომ უჭერ მხარს. რაც შეეხება მასაც თქვენ ბრძანეთ, რომ ქართველური შედის კავკასიურ ენათა ოჯახში, ამაზე ყოველთვის ყავსდა სხვადასხვაობა. მაგალითად, ჩვენი კავკასიოლოგები არნოლდ ჩიქოვოს მეთაურობით არიან იმ აზრზე და დღესაც მოქმედი კავკასიოლოგები, რომ სამხრეთ კავკასიური ენები, ანუ ქართველური ენები და ჩრდილოეთ კავკასიური ენები მონათესავე ენებია, თუმცა ძალიან მცირეა იმ ენათმეცნიერთა რიცხვი, ვინც ამ აზრს იზიარებს. უფრო მეტია დედამიწის მასშტაბით იმ მეცნიერთა რიცხვი, ვისაც მიაჩნია, რომ ეს სამხრეთ კავკასიური, დიახ, სამხრეთ კავკასიური და ჩრდილო კავკასიური ენები თუ რაიმე საერთოს ამსგავსებენ, ეს მაინც უფრო ტიპოლოგიური მსგავსებაა და არა ნათესაობით გამოწვეული მსგავსება. თუმცა კვლევა ამ მიმართულებით სულ უნდა გაგრძელდეს და უფრო მეტ და საინტერესო ამბამდე მივალთ, ეჭვი არ მეპარება. რაც შეეხება ინდოევროპულ სამყაროს, ჩვენ აქ ცხოვრობდით სულ, როგორც ამბობს აბოტ ფილელის ავტორი. ყურეს ამა ქვეყნისას აქ ვარ სულ და აქ ერთმანეთს ხვდება სემიტური სამყარო, ერთმანეთს ხვდება ინდო-ირანული სამყარო და ინდო-ევროპული ფართოგაგებით სამყარო და ბუნებრივად აქ ჩვენ ვიღებთ ერთი მხრივ ამ ენობრივ ვითარებაში მონაწილეობას, ამიტომ ჩვენი ლექსიკა სავსეა აქედან მიღებული სიტყვები და ჩვენც ვიღებთ ვიძლევით რაღაცა ურთიერთობებს, ასე ვთქვათ, ამის ნაწილი ვართ, რაც გამოიხატება ჩვენს ისტორიულ ენობრივ კონტაქტებში.
ეხლა ეს ძალიან დიდი საკითხია, მე რო ამას საუბარი დავიწყო, ამას დაჭირდება კიდე ერთი-ორი გადაცემა. ჩვენ ერთი-ორი გადაცემა მოვიტოვოთ წინ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. თუ მაყურებლებს თავს არ შევაწყენთ, რაზეც ჩვენ საუბრობთ, ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ გაწელებისთვის. მე მაქვს კლავად შევხვდებით. კარგად ზანდებოდეთ. მომავალ შეხვედრას.